გამარჯობათ, შეგახსენებთ საკუთარ თავს ლეილა და გთხოვთ რომ გადავხდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ ის, გაუზიაროთ მეგობრებს და ლაიქოთ და კომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. დღეს ვისაუბრებთ მერწყულებზე, თუ რა ელით მერწყულებს 2025-ში. ასევე მინდა გთხოვთ რომ ვინც უყურეთ წლევანდელი წლის პროგნოზს და შარშანდელი წლის პროგნოზს, გთხოვთ რომ დააფიქსიროთ თქვენი აზრი, რამდენად დაემთხვა, რამდენად არ დაემთხვა აი ამის შესახებ. მაშ ძვირფასო მერწყულებო. რა თქმა უნდა მე მონიშნები მაქვს აქ და შესაბამისად პერიოდებს უნდა ჩავხედო ხოლმე. მერკური, ჩვენ გვექნება 3 რეტროგრადული მერკური და რა უნდა გავაკეთოთ და რა არ უნდა გავაკეთოთ რეტრო მერკურის დროს. რეტრო მერკურის დროს არამც და არამც არ ვიწყებთ რაიმე ახალს. და შესაბამისად ამისა თუ კი დავიწყებთ რაიმე ახალს, ან შევიძენთ რაიმე ახალს, დიდი ალბათობით შედეგი არ მოგვეწონება, ან გვიან ჩამოვა, ან ისეთი არ იქნება, როგორც ჩვენ წარმოგვედგინა, ან დოკუმენტებთან დაკავშირებით რაიმე პრობლემა შეიქმნება. შესაბამისად ამისა მაქსიმალურად თავი შეიკავეთ, რომ შეიძინოთ რაიმე ახალი ამ პერიოდში, ან თქვათ რაიმე დოკუმენტაციას ხელიც მოაწეროთ, ანუ და თქვენთვის პირველი რეტროგრადული მერკური იქნება მესამე სახლში და პერიოდებია 15 მარტი 7 აპრილის პერიოდი, რაც მოიაზრებს იმას, რომ აქტუალური საკითხები იქნება და დაუბრუნდებით სავარაუდოდ, ხო, დამოვიწყდა მე თქვა, რა არის კარგი ხოლმე, რომ გავაკეთოთ რეტრო მერკურის დროს დაბრუნება იმ წარსულ ანუ საგნები იქნება, მოვლენები თუ ადამიანები და ურთიერთობის გარკვევა იქნება ეს თუ შეჯამება თუ დახარისხება, ანუ ძველს რო დაუბრუნდეთ, აი ამისთვის კარგია, მაგრამ დახვეწოთ შეიძლება, მაგრამ ახალს არ ვიწყებთ, ხო? ეხლა პირველი რეტრო მერკური, როგორც გითხარით, 15 მარტი 7 აპრილის პერიოდი მესამე სახლი. მესამე სახლი არის ტრანსპორტის სახლი, არის დაძმების, ანუ დაძმური ურთიერთობა, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, ნათესავები, მეზობლები, აი ესეთი სახის ურთიერთობები, მოკლევადიანი მოგზაურობა, მოკლემანძილიანი მოგზაურობა, განათლება მათ შორის და ეს არ არის ოღონდ განათლება უნივერსიტეტის დონეზე არ არის, ეს არის რაღაცა ტრენინგები იქნება თუ სკოლები იქნება, ესეთი ტიპის განათლება და დიდი ალბათობით შეიძლება დაუბრუნდეთ აი ამ საკითხებს და თქვათ ადრე თუ მიანებეთ თავი, ახლა ისევ აქტუალური გახდეს და მოგინდათ რომ რაღაც დაამთავროთ, დაასრულოთ, დახვეწოთ, არ ვიცი, გადაახარისხოთ, თუ ვიღაც ნაწყენი იყო თავის დედმამიშვილზე ან ურთიერთობაზე შეიძლება თავიდან გადაახარისხოს ეს ყველაფერი და რაღაცა ანუ ეს ამ საკითხებთან დაბრუნება მოხდეს ან შევიგდეთ, ხო? მეორე რეტრო მერკური არის 18 ივლისი 11 აგვისტოს პერიოდი და არის თქვენს მეშვიდე სახლში. მეშვიდე სახლი არის პარტნიორების სახლი, ოჯახის სახლი, ოჯახური ურთიერთობის სახლი, ასევე ყოველდღიური შეხება იმ ადამიანებთან, ვისაც ყოველდღე ხვდებით ხოლმე და მეტოქები მტრების. შესაბამისად ამისა დაუბრუნდებით აი ამ საკითხებს. რა ნახეთ, მესამე სახლი აქაც ნათესავები და ახლობლები, მეშვიდე სახლიც აქ და ძალიან ესეთი ნათესაური ურთიერთობები დიდი ალბათობით აქტიური იქნება და დაუბრუნდებით აი ამ საკითხებს. ესე იგი მესამე რეტრო მერკური არის 9 ნოემბერი 29 ნოემბრის პერიოდი და ეს არის თქვენს მე-11 სახლში. დაუბრუნდებით საკითხებს, როგორიც არის მასებთან ურთიერთობა, ხალხთან ურთიერთობა, მეგობრებთან ურთიერთობა, მიზნები, ამოცანები, მიზების დასახვა მოქმედებაზე, ან დაგეგმოთ როგორ გადახვიდეთ თქვენი ოცნებების სასასრულებლად, ტექნიკასთან, ტექნოლოგიასთან, ინტერნეტთან მუშაობა. აი ამ საკითხებს დაუბრუნდებით. ვიღაცამ თუ მაგალითად დაიწყო რაღაცა ინფორმატიკის სწავლა და მიანება შეიძლება ახლა თავიდან დაუბრუნდეს აი ამ საკითხს, ან პირიქით რაღაცა ისა იყოს, რა ქვია, დიპლომი თუ რა ვიცი, აი ეს საკითხები ამასთან დაკავშირებით იქნება აქტუალური. მეორე პლანეტ არის ზოგადად 2025 წელი საინტერესოა იმით, რომ ბევრი რეტროგრადული პლანეტა არის და ასევე ბევრი პლანეტა იცვლის ნიშანს.
და რეტრო ვენერას დროს არ უნდა ჩავიტაროთ სილამაზის პროცედურები, ახალი სილამაზის პროცედურები, ასევე არ უნდა მოვაწეროთ ხელი, არ ვოჯახდებით ამ პერიოდში, იმიტომ რომ ვენერა არის ურთიერთობის, სიყვარულის და სილამაზის პლანეტა. შესაბამისად, მისი რეტროგრადულობის დროს, ამიტომაც არ ვაწერთ ხელს და არ ვოჯახდებით, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ოჯახს ეკლდება სიყვარული, ის ურთიერთგაგება, რაც რეალურად ოჯახში უნდა იყოს, ხო? და ასევე სილამაზის კუთხითაც, ხო, ისეთი არ გამოვა შედეგი, როგორც გვინდოდა ან წარმოგვედგინა, ამიტომ თავს ვიკავებთ რა. და მით უმეტეს, ვენერა თქვენს მესამე სახლში იქნება და პერიოდი, რეტრო ვენერას პერიოდი არის 2 მარტი 13 აპრილის პერიოდი, ასევე ეს არის მესამე სახლი. ნახეთ, როგორი აქტიურია თქვენი მესამე სახლი და მისი მესამე სახლში ყოფნა მიუთითებს იმაზე, რომ დაგიბრუნდება, ანუ ძველი ნათესავი გამოჩნდებიან. ძველი მეზობლები გამოჩნდებიან, ანუ თუ დიდი ხანი არ ქონდა და-ძმებთან ურთიერთობა, დედმამიშვილ, მამიდაშვილებთან ურთიერთობა, გამოჩნდებიან ეს ადამიანები. ასევე რაღაცა ტრანსპორტთან დაკავშირებით იქნება, ანუ ძველი ამბები რაღაც, არ ვიცი. შეიძლება ადრე რაღაცა გაფუჭებული ქონდა, მერე შეაკეთეთ და ეხლა ისევ თავი იჩინოს. აი, არ ვიცი, რაღაც ესეთი კონტექსტი. მცირე ვადიანი განათლება, მცირე მანძილიანი მოგზაურობა, აი ეს იქნება აქტიური და აქტუალური, ანუ ამ საკითხებს დაუბრუნდებით. ასევე თქვენს პირველ სახლში ვენერა იქნება აი ხა დეკემბრიდან 4 იანვრამდე. და ესე იგი, რას ნიშნავს ეს? ძალიან შარმიანები ხართ, ძალიან თვალში საცემად მომაჯადოებელი. ანუ აი ამ პერიოდში ძალიან კარგია ხოლმე, რომ მაქსიმალურად თქვათ, თუ რაიმეს კეთება გინდათ, ბიზნესი გინდათ, თუ ანუ რაღაცა მნიშვნელოვანი საკითხზე მიდიხართ, ძალიან კარგი პერიოდია, იმიტომ რომ დიდი ალბათობით თქვენი ქარიზმა იქ იმუშავებს ნამდვილად რა. სადაც მაქსიმალურად ლამაზი ხართ, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად. შემდეგი მე-7 სახლში იქნება 26 აგვისტოდან 20 სექტემბრის პერიოდში და ეს იქნება პერიოდი, როდესაც მაქსიმალურად ძლიერები ხართ და თან მეტოქეებზეც იმარჯვებთ რა. გარდა ამისა, ძალიან გაგიმარტივდებათ ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, პარტნიორთან მათ შორის, ხო? მარსიც იქნება რეტროგრადული 7 იანვრიდან 24 თებერვლის პერიოდში და იქნება მე-6 სახლი, ხო? ასევე მე-6 სახლში იქნება 29 აპრილამდე. რეტრო მარსის დროს საერთოდ ანუ უენერგიობას გრძნობთ ხოლმე, ან დაზარებას გვეზარება რაღაცეები, მაქსიმალურ ენერგიას და შრომას არვდებთ ხოლმე რაღაცაში, ხო? და აქტუალური იქნება ჯანმრთელობის სფერო, ანუ სამსახური, ყოველდღიური მუშაობა და შინაური ცხოველები. და აი ამ მხრივ იქნება ასე ვთქვათ, მაქსიმალურად მარსი, ну, თუ არ ჩავთვლით რეტროგრადული მარსის დროს კარგია დაგეგმვა. მაგალითად, უკვე მარტში და აპრილში რას გავაკეთებ, როგორ გავაკეთებ, აი ამის დაგეგმვა და მერე უკვე მაქსიმალურ ენერგიაში ჩადებს მარსი, რომ გაგიუმჯობესოთ თქვენი ჯანმრთელობა, რომ ვიღაცა შინაური ცხოველი თუ უნდა დიდი ხანი, თქვათ, გადაწყვიტოს, რომ აი ახლა დროა და ახლა უნდა ავიყვანო, ხო? ანუ თქვათ, სამსახური, ხო, ძალიან მაგრა უნდა ვიმუშაო, რომ რაღაცა შედეგებს მივაღწიო. აი ეს პერიოდი იქნება ზუსტად. შემდეგი არის იუპიტერი. იუპიტერი არის ბედნიერების პლანეტა, იყვალი მოაქვს ზოგადად იუპიტერს და რომელ სახლშიც შედის ხოლმე? იმ სახლს
ანუ იმ სახლის სფეროებს უფრო დიდს ხდის, ასე ვთქვათ, ხო? შესაბამისად ამისა, ესეც თქვენს მეექვსე სახლში იქნება. და პერიოდი არის 10 ივნისი, 1 ივლისის პერიოდი, ოღონდ 1 ივლისი არის 2026 წლის 1 ივლისია საუბარი, სადღაც 1 წელი, ну 11 თვე იქნება თქვენს მეექვსე სახლში. აქ პირველ რიგში რაც უნდა მინდა რომ გითხრათ ის რომ ჯანმრთელობას მიხედოთ, იმიტომ რომ თუ რაიმე ჩასატარებელი გაქვთ ანალიზები იქნება თუ რაც იქნება, მოკლედ თუ ჯანსაღი ცხოვრების სტილი ცხოვრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად გააკეთეთ ეს, იმიტომ რომ იუპიტერი მეექვსე სახლში, ხო? ჯანმრთელობის სფერო საკმაოდ აქტუალურია. მეორეს მხრივ, ვინც კი ავად იყო დიდი ხანია და რაღაცა ის ანალიზები ქონდა ჩაბარებული და ასე შემდეგ, დიდი ალბათობით პასუხი კარგი იქნება, ანუ გამოჯანსაღდებით და ყველაფერი კარგად იქნება. და რაც შეეხება, ხო, ვიღაცა კიდევ ერთხელ ამბობ, რომ გადაწყვეტს, რომ შინაური ცხოველია იყვანოს, ხო, ვიღაცა გადაწყვეტს, რომ თან ეს ისეთი ცხოველი კი არის, დიდი ხანი რო გინდოთ ეგეთი რა, ანუ აი ეს ნეტა ეს მყავდეს, ნეტა ეს მყავდეს და ეს ის პერიოდია რო გეყოლებათ. და კიდევ იმატებს, რა თქმა უნდა, ყოველდღიური მუშაობა. ანუ ძალიან ბევრს იმუშავებთ და ეს ძალიან ბევრი მუშაობა დაგეხმარებათ, რომ მალე შედეგები ნახოთ და მიაღწევთ იმას, რაც გინდათ. შემდეგი არის სატურნი. სატურნი 26 მაისი 2 სექტემბრის პერიოდი გადადის თქვენს მესამე სახლში და მაშ 2026 წელს იგი მთლიანად შევა თქვენს მესამე სახლში და აქტუალური იქნება საკითხები, მესამე სახლის საკითხები, ხო? და მნიშვნელოვანია, რომ 2026-ში მთლიანად იქნება ის მესამე სახლში. და აქტიური და აქტუალური საკითხები იქნება ტრანსპორტი, მოკლევადიანი მოგზაურობა, მოკლევადიანი განათლება, მოკლემანძილიანი მოგზაურობა ან გადასვლა, დაძმური ურთიერთობა, ესე იგი დეიდაშვილ, მამიდაშვილ, ნათესავებ მეზობლებთან ურთიერთობა, მეტყველება და სატურნი გეხმარებათ იმაში, რომ დახვეწოთ, დაალაგოთ ბოლო-ბოლო ეს ურთიერთობები და დაახარისხოთ ყველაფერი და რა თუ ვიღაცას მეტყველების პრობლემა გქონდათ, აი ესეც დაალაგოთ, ხო? და წინ წახვიდეთ ამ მიმართულებით. და ეხლა იგივე მინდა ვთქვა, იგივე სახლში შემოდის ნეპტუნი. რატო გადავედი პირდაპირ ნეპტუნზე? იმიტომ რომ აგვისტოში ნეპტუნი და სატურნის შეერთება გვაქვს. მაშ სატურნი მესამე სახლში იქნება 31 მარტი 23 ოქტომბრის პერიოდი და შემდეგ 2026 წელს იგი მთლიანად 14 წლით შედის უკვე თქვენს მესამე სახლში. ნეპტუნი არის პლანეტა, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და შესაბამისად ამისა, ანუ როცა ნეპტუნი რომელიმე სახლში, იმაზე მეტი შეგვიძლია, იმაზე მეტი უნარები გვაქვს, იმაზე მეტი შესაძლებლობები გვეცემა, ვიდრე ადრე გქონდა, ხო? და შესაბამისად ამავე დროს ნეპტუნის მესამე სახლში ყოფნა ილუზიებსაც გვაძლევს რა. აქ ფაქტიურად ეცადეთ, რომ манипуляციის ქვეშ არ მოექცეთ და რაღაცა ტყუილი ამბების მაშინ ტყუილი ამბების ქვეშ არ მოექცეთ, ხო? ამიტომ ვაკონტროლებთ რაღაცებს. თუმცა სატურნი იქ დაგვეხმარება, გეტყვით რა და როგორ. და ასევე ანუ შეიძლება ვიღაცამ ძალიან ბევრი მანქანა იყიდოს, შეიძლება ძალიან ანუ აქამდე თუ თქვათ ბევრი დეიდაშვილი, მამიდაშვილი და ნათესავები გყავდათ და ურთიერთობა არ გქონდათ, აი ეს პერიოდი იქნება, როდესაც მაქსიმალურად ყველასთან ურთიერთობას აღადგენთ. შეიძლება ძალიან ბევრი კურსები გაიაროთ, განათლება მიიღოთ, შეიძლება მოკლე მანძილით იმოგზაუროთ, შეიძლება გადახვიდეთ საცხოვრებლად ნაკლებად, მაგრამ ну შეიძლება. ოღონდ ეს არ იქნება რაღაც შორი ქვეყანა, ხო? ეს იქნება რაღაც ახლო ადგილი. მეტყველება, ხო, რაღაცა, ანუ შეიძლება მომაჯადოებლად დაიწყოთ მეტყველება, ანუ იმუშაოთ ამაზე, კურსები გაიაროთ, არ არის გამორიცხული, ხო? და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა ნეპტუნის მესამე სახლში ყოფნა. მეორეს მხრივ სატურნის და ნეპტუნის მესამე სახლში ყოფნა და აგვისტოში მათი შეერთება მოგვიტანს რას? აქ ეხლა ეს ორი პლანეტა ამ კონკრეტულ მომენტში გვესახება როგორც ურთიერთსაპირისპირო მახასიათებლების მქონე პლანეტები. რატო ამბობ ამას? ნეპტუნს არ აქვს საზღვრები, თავშიც ვახსენე ეს.
სატურნს კიდე პირიქით ძალიან დიდი საზღვრები აქვს. აგვისტოში ამ ორი პლანეტის შეერთება გვასწავლის ოქროს შუალედს, ანუ გვასწავლის როგორ უნდა ვნახოთ აი ეს ოქროს შუალედი. აი მაგალითად თუ ვიღაცა ძალიან ქაოტური იყო, ისწავლოს თქვათ როგორ უნდა დაგეგმოს თავის ცხოვრება და ასე შემდეგ, ხო? და პირიქით თუ ვიღაც ძალიან შემაწუხებლათაც კი დაალაგებულად ქონდა ყველაფერი, ხო არის აი ესეთი მომენტი, რომ აი ის იქ უნდა იყოს, სკამი აქ უნდა იდოს, რა ვიცი მე, ჭიქა პირობითად და უტრირებულად ვამბობ, ჭიქა იქ უნდა იდოს და ანუ ეს თვითონ შეიძლება ადამიანისთვისაც იყოს შემაწუხებელი რა, იმდენად ყველაფერი გაწერილ და როცა რაღაც ისე არ მინც რომ ცუდად გრძნობს ადამიანი თავს, აი მოქნილობას ისწავლის რა და მესამე სახლში ყოფნა ნეპტუნის და სატურნის ძალიან ამ მესამე სფეროს ძალიან დაგილაგებთ მოკლედ რა და თან დიდ უნარებს გაძლევთ ეს ნეპტუნი და სატურნი გასწავლით როგორ მართოთ ეს ყველაფერი. პლუტონი თქვენს პირველ სახლში, იცით რომ ეხლა ამა წლის 24 ნოემბერს, 28-24 ნოემბერს პლუტონი გადავიდა მერწყულში, ანუ თქვენს პირველ სახლში და ის გაჩერდება თქვენს პირველ სახლში 20 წელი. ეხლა ზოგადად ძალიან ტრანსფორმაციულია პლუტონი, აი ძალიან. და პირველ სახლში ყოფნა არის ის, რომ პიროვნულად ძალიან შეიცვლებით. სტატუსურად ძალიან შეიცვლებით. ანუ აი ჯერ დავიწყოთ ფიზიკური მონაცემებით. ფიზიკური მონაცემებით ძალიან, ანუ სულ სხვა იყავით და სულ სხვა გახდებით, ხო? თუ ეს ყველაფერი შეგვიძლია როგორც უარყოფითად გამოვიყენოთ თუ როგორ თქვა, ისე დადებითად. ანუ უარყოფითად იმ შემთხვევაში თუ არაფერს არ გავაკეთებთ და დადებითად თუ თქვათ მოვინდომებთ რომ დავიყენოთ ისეთი ტანი როგორც ჩვენ გვინდა, პლუტონი ამაში დაგვეხმარება. ხასიათობრივად შეგიძლიათ თქვენი თავი დახვეწოთ, რავი, გამოიმუშაოთ ის უნარები, გახდეთ ის ადამიანი, ვინც გინდათ რომ იყოთ. და ფანტასტიკურია. აი საერთოდ იმიჯის შეცვლიდან დაწყებული, ხასიათობრივი თვისებებით დამთავრებული, ყველაფერი აქტიური იქნება და აქტუალური იქნება. ვიღაცა ფართო მასშტაბით პლუტონზე და მერწყულზე, ანუ პლუტონის მერწყულის ზოდიაქოში ყოფნა მასობრივადაც ძალიან დიდ ცვლილებებს მოიტანს თვითონ სამყაროსთვის და თქვენთვის ხო, ანუ ერთ-ერთი პირველი ზოდიაქოს ნიშანი იქნებით, რომლის ცხოვრებაც მაქსიმალურად შეიცვლება რა, აი მაქსიმალურად. და მაქსიმალურად ზოგადად პლუტონი არის, როგორც გითხარით, ტრანსფორმაციული პლანეტა და კიდე პლუტონი განაგებს სიკვდილს სიცოცხლეს. ეხლა რას ნიშნავს ეს? ეს არის ფერფლიდან თავიდან დაბადება. საკუთარი ფერფლიდან, ანუ იმ ძველის სიკვდილი და ახლის დაბადება. აი ეს პირდაპირ არ გაიგოთ, რა თქმა უნდა, ეს არის გადატანითი მნიშვნელობით, იმიტომ რომ იმის რომ რაღაც ახალი დაიწყოთ და შექმნათ ახალი, სხვანაირად უნდა იმოქმედოთ, სხვა უნარები უნდა გამოიმუშაოთ, სხვანაირად უნდა იცხოვროთ, ამიტომ ეს ყველაფერი ძალიან აქტუალური იქნება. ესე იგი, შემდეგი არის კარმული კვანძები, რომელიც რახუ და კეტუ იცვლის ნიშანს და მეორე სახლები იქნება აქტუალური და აქტიური და იგი წელიწად ნახევარი იქნება, ანუ 18 თვე იქნება თქვენს აი ამ სახლებში. და 12 იანვარს იცვლის ნიშანს. ესე იგი, ფანტასტიკურია, რას გულისხმობ. ეს არის სახლები, რომლებიც ფულს რესურსებს განაგებენ. პირველ შემთხვევაში ფული და რესურსი და ჩემი უნარები, რითაც შემიძლია რომ ვიყო რესურსში და გამოვიმუშავო ფული. მეორეს მხრივ ეს არის პარტნიორის ფული, ბანკები, დიდი ფული ვიღაცამ შეიძლება ბანკშიც დაიწყოს მუშაობა, ან კრედიტი აიღოს, ან არ ვიცი, ანუ ძალიან დიდ ფულზე აქვს საუბარი და ვიღაცა შეიძლება დარჩეს, ვიღაცა მისცეს, არ ვიცი, აჩუქოს. ყველაფერი შესაძლებელია ამ მერვე სახლში, ხო? რახუს მერვე სახლში ყოფნა. ანდერძად დაუტოვონ, ან რა ვიცი, ვიღაცამ ხანდახან ბევრჯერ მომისმენია, რომ ვიღაცა უცხოც კი უტოვებს, ესეთი რაღაცებიც არსებობს. ვიღაცისთვის ეს მართლა შეიძლება ესე იყოს.
ასევე ფსიქოლოგია, აი იმდენად აქტიურია ეს თქვენი რაც ვილაპარაკეთ, ცოტა წინ ასე ვთქვათ, რომ საკუთარ თავზე იმად მუშაობთ, რომ ხვეწავთ საკუთარ უნარებს, რომ აი აქ დიდი ალბათობით ვიღაცა თერაპიასაც მიმართავს, ხო, ფსიქოთერაპიას და ძალიან მაგარი იქნება, იმიტომ რომ დახვეწავს საკუთარ თავს. და იმუშავებს საკუთარ თავზე, იმიტომ რომ აი ჯანმრთელობის სახლიც ძალიან აქტიური გაქვთ. ფილოსოფია, სექსუალური ურთიერთობა, კიდევ ხო, კიდე რა დაგვრჩა? ნუ ფინანსები რო ვთქვი და ვთქვი, ეგ თავიდანვე ვთქვი მგონი. და შესაბამისად ამისა აქვე ეს პლუტონის სახლია და თვითონ სახლი არის ძალიან ტრანსფორმაციული და კარგი ფინანსური მდგომარეობა გექნება 2025-ში, ასე ვთქვათ და როგორც ვთქვათ, იქ გამოიმუშავებთ, ის დახარჯავთ კიდევაც, გამოიმუშავებთ შემდეგ და აი ესეთი იქნება ეს პერიოდი. ურანი გამომრჩა, ურანი თქვენი პლანეტაა სატურნთან ერთად. ურანი თქვენს მეხუთე სახლში იქნება 8 ივლისი 9 ნოემბრის პერიოდი 2026 წლის აპრილში კიდე მთლიანად შევა 7 წლით ურანი მეხუთე სახლში. ეხლა ურანი არის სიურპრიზების და რისკების პლანეტა, ხო? და მეხუთე სახლში ყოფნა იმას ნიშნავს, რომ უცაბედი მოულოდნელი მოვლენები შემდეგ საკითხთან დაკავშირებით. სიყვარული, სასიყვარულო ურთიერთობები, საყვარლები, ბავშვები, შემოქმედება, ხელოვნება, სცენაზე გამოსვლა, ეს ყველაფერი იქნება აქტუალური და ამ სფეროში იქნება ბევრი მოულოდნელი შემთხვევები, ხო? და ამიტომ ძალიან დიდ სიურპრიზებს გვპირდებათ ურანი მეხუთე სახლში. და ბოლოს დაბნელებები, 2 მზის და 2 მთვარის დაბნელება გვაქვს, დაბნელებების დროს გვაქვს კულმინაციები და ამ დროს ხოლმე შედეგებს ვხვდებთ ხოლმე, ამ დროს ხოლმე ვაჯამებთ ხოლმე და ნუ კიდევ ერთხელ ეს არის კულმინაციების პერიოდი. მთვარის დაბნელება არის 14 მარტი თქვენს მერვე სახლში და შედეგები გექნებათ შემდეგ სფეროებში, ბანკები, დიდი ფული, ფულთან ზოგადად ურთიერთობა, პარტნიორის ფული, ყველაფერი ეზოთერიკა, ამოუცნობი ყველაფერი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სექსუალური ურთიერთობები, ყველაფერი ეს იქნება აქტუალური. ანუ შედეგს ნახავთ ამ სფეროებში. მზის დაბნელება იქნება 29 მარტი, მესამე სახლში, კულმინაცია იქნება შემდეგ საკითხებში, და-ძმებთან ურთიერთობა, ნათესავებთან, მეზობლებთან ურთიერთობა, ტრანსპორტის საკითხები, მეტყველება და მცირე მანძილით გადაადგილება, მცირემანძილიანი განათლებები. შემდეგი არის 7 სექტემბერი, არის მეორე სახლი, ჩემი რესურსები, ჩემი უნარები და ჩემი მიერ გამომუშავებული ფული. ანუ დიდი ალბათობით აი ეს ძალიან ბევრს რო იშრომებთ, აი ამ შედეგებს დაინახავთ. და მზის დაბნელება 21 სექტემბერი მერვე სახლში. კულმინაცია შემდეგ სფეროებში. დიდი ძალის ფული, ანუ დიდი ფული, კრედიტები, ბანკები, ტრანსფორმაცია, შეცვლა, ცვლილება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, სექსუალური ურთიერთობები, ყოველივე ამის შესახებ. და ბოლოს მინდა ვისაუბრო ახალ მთვარეობაზე, რომელიც თქვენს პირველ სახლში იქნება 29 იანვარში და ასევე აქ მინდა ვთქვა, რომ კარგია ხოლმე ახალ მთვარეობის დროს დავიწყოთ რაიმე ახალი. ფანტასტიკური პერიოდია. დამავიწყდა მერვე სახლზე, ვიღაცებმა დიდი ალბათობით ბიზნესსაც დაიწყებთ, ხო? და შედეგებსაც ნახავთ, აი გაგიმართლებთ ბიზნესის განვითარებაში რა. ხო და ახალ მთვარეობის დროს ძალიან კარგია ახლის დაწყება. და პრინციპში, სადაც პირველი სახლი, ხო, სადაც მაქსიმალურად ძლიერები ვართ, ენერგიულები ვართ და შეგვიძლია მიზნების მიღწევა. მოკლედ, მადლობა რომ მომისმინეთ, წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.